მოვდივარ. დამაცადეთ შემოუარო და მოვდივარ. მოვედი. გამარჯობა. ვაიმე, როცა ეს მოკლე კაბა მაცია და ვიტანჯები ამ სკამზე, რატო სკამს მაინც არ გამოვცვლი, თუ კაბას არა. გამარჯობა ხალხებო, ეხლა მოგესალმებით, აი არანორმალური გიჟივით თუ როგორ გითხრათ არ ვიცი, ისე მინდა ყავა. იმდენად მინდა ყავა, რომ ამანათზე წინ დავაყენე და რატომ მინდა? დღეს კვირა, გარეთ არ გავსულ ვარ მე. იმიტომ რომ დილიდან არის ცუდი ამინდი, წვიმს, მოჟღურტული, არაცივა, 15 გრადუსი იყო, ეხლა კი 10 გრადუსია, მაგრამ სიცივით არაცივა, მაგრამ ცუდი, აი ქარი, მოკლედ რა ძალიან უბედური ამინდი იყო და არც გავედი და არც დრო არ მქონდა, სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ საკვირაო სადილი ხო განსაკუთრებულია, პრაზნიკია აქა და შაბათს რამეს წინ წავიგდებ ხოლმე ან სუგოს გავაკეთებ, ნუ რაღაცას მომზადებას სანახევროდ წინ წავიგდებ და გუშინ არაფერი არ გავაკეთე, იმიტომ რომ თქვი ხვალე გავაკეთებ ყველაფერს, თქო ბადრიჯანი შევწვი, სუგო იმაში პარმიჯანა მოკლედ რა. და გარეთ რო არ გავედი, სახლში ყავა არ გამიკეთებია და არ დამილევია. არა მაქვს ეს როგორ ვთქვა, ჩვევა დილით რო დაჩვეული რო ვარ, რო გავდივარ და გარეთ სვავ ყავას. მოვიდა სადინი, მოვიდა ინოჩეტე ჩავატარეთ სადინი, მერე წაწვა დავისვენებო, მე მანამდე რაღაცებს ვაკეთებდი და ესა ვიფიქრე დღეს ვერ წავალთ მეთქი ბარში, არა და დაგეგმილი გქონდა. ისეთი ქარი ატყდა, ისეთი წვიმა დაიწყო სადილის დროს, ჩამოიქუფრა, ჩამოიღმურწლა. გავიდა 1 საათი, გადაიღო წვიმამ, გამოვიდა მზე, ვეღარაფერი ვეღარ გავიგე. მე თქვა, კაი, წავალ ცოტა ხანი დავისვენებო, ინოჩენ დავიძინებო და ნახოთ 4 საათზე როგორი ამინდი იქნება და წავიდეთ თუ არა და აქვე ახლოსადმე გავიდეთ. რა კაი დაწვრილებითი მოყოლა ვიცი ვის რა შეაინტერესებს, მაგრამ მაინც ეგეთი ჩვევა მაქვს და რა ვქ. ხო და რო ადგა თქვა ადრე მალე ადგა 1 საათი წაუტყუა თვალს და წამოხტა და წვიმსო და არა მეთქი. არა წვიმდა. კაი, სწრაფად ჩავიცმეო და წავიდეთ ბარშიო, რომ ამანა იცის რომ ახლა ერთი სულით ველოდები, იცის, მე არ ვაწუხებ. მე ვინც მიცნობს და თუ ჩემი გვერდზია ადამიანი, იმდენი კი იცის, რა მინდა, რა მიხარია, რაზე მელევა სული და როგორ და თუ უნდა რომ რამე გამიკეთებს თუ არა და მე ხვეწნას არავის არაფერზე არ დაუწყებ. მით უმეტეს ქმარს კიდე. ხო და შეიძლება უთხრა რამე გააგებინო, აუხსნა, მაგრამ თუ უნდა რომ გააკეთოს, მოკლედ. ამან უცებ ჩაიცვა რამე გავიდა მანქანის მოსაყვანად თუ მოსატანად არ ვიცი მოსაყვანად მეც უცებ გადავიჭრე და ჩავედი და წვიმს. ესე იგი ყოველ 15 წუთში როგორ შეიძლება რომ ამინდი იცვლებოდეს წარმოდგენა არ მაქვს. ხო და ყავა რომ მინდოდა ხმა აღარა მოვიღე რომ წავიდეთ ჯერ რა დროს ჩემი ყავა თქო ვიფიქრე და მე ვთხარი რა ვქნა წავიდეთ უკაც ნელანი და წავიდეთ და წავიდეთ. რატო იცით, ეხლა წვიმაში ვინ არ დადისო იტყვით და ქარშიცო, მაგრამ ამ ჩემ ქმარს ვარიდებ ესეთ რაღაცა იმებს, რაც მინდა რომ ხიფათის ქვეშ მაინც აღარც ისეთი მხედველობა, აღარც ასაკი, ხალხო, ხო იცით, ხო და წავედით და კოდიო, არა მაქვს მეთქი კოდი, არ გამომიგზავნა ლელა. აბაო არ არისო. ვაიმე მე ვთხარ, ეხლა კარგად მონახე. განა იმას ხუთს კი ეძებდნენ კომპიუტერში, არ არის. მე ვთხარ, შენი ჭირიბე უკვე დამირეკეს. რა დაგირეკესო? მითხარით მეთქი რომ 4 შაბათის მერე მოდი როცა გინდა და 4 შაბათის მერე არის კვირა. მე ვთხარი უკვე 4 დღის მერე მოვედი თქო და მერე ნახა და გამომგზავნი ვინ არისო, ესაო და კაი და მერე ჩავიდნენ და უცებ მიპოვეს. ჩავიდნენ, იმიტომ ამობრო ქვევით აქვთ საწყობ. ყავა ხო მინდოდა. წამოვედით იქიდან და გზა არის ისეთი რომ არაფერი არ, ნუ როგორ ვთქვა, ავტოგზა.
დასახლებაში კი არ მოდიხარ, ხო და არ არის ბარი. ქალაქ ბარში რა თქმა უნდა, ქალაქ ბარში ბარების მეტი რა არის, ღიაც იყვნენ ყველაფერი, მაგრამ მანქანის გაჩერების და აი გადმოხტობის საშუალებაც არ არის, არ იყო, ვერა. ერთი იყო ის self-service ავტომატზე რომ ჩამოსასხმელი ყავა და იმდენი შავები იდგნენ, რომ იმ ავტომატამდე ვერ მივიდოდი ვერანაირად. წამოვედით. ხო იცოდა რომ ყავა მინდოდა. მთელი ტერლიცი შემოვიარეთ, ერთი ბარი არ არის ღია. ერთადერთი საშუალება იქნებოდა რომ სუპერმარკეტში წავსულიყავით და იქ არის ბარი შიგნით, მაგრამ მოთხარ შეიძლება სახში წამიყვანე ვიდეო მაქვს ჩასაწერი, მოვიდუღებ ყავას და დავლევ მეთქი და ამდენი ვილაპარაკე, ეხლა გავხსნე ყუთს. მაინც ყავალდა და მელია ხალხო თქვენთან ერთად და ვილაპარაკე რა. აქ რა ნისკარტი გამიცდებოდა. ხო და ლელას ამანათი ჩამოვიდა. ავირიდე ეხლა აქ რაც ასარიდებელი იყო. ჩემ უკანა ეგ თუ ხედავთ რა იმას სარეცხი არის დაკეცილი და არც მაგის ჯავრი არ მაქვს და დარდი, იმიტომ რომ ისა აქ შიგნით გავაშრე. ინოჩენტეს რო ეძინა ავკრიფე და დავკეცე და მან დავდე და არ დამიბინავებია. იმისი არ იყოს რომ სვავენ და უკან მარკა აკვრია, ხოლმე იგრი არ ვიყო მეთქი, არა მე ეგ არ მახასიათებს. ყველა შეიძლება დაემართოს, მაგრამ პირველ რიგში მაგების მოძრობა ვიცხო. მოკლედ ყავა მივირთვი. აქა გვაქვს ის ამანათი. მე ამას ვეღარ ავწევ. წელი მომწყდა, იმ სიმძიმე არის. რატო ამოგწყდა წელიო და ისევ იმიტომ რომ იქ მანქანა გასაჩერებელი ადგილი არ იყო. ჩამოვხტიმე იქა ბარგი, სადაც მოდის ეს ამანათების ოფისთან. ინოჩენტე წავიდა 2 წრე დაარტყა და ისეღა მოვიდა და მე ავიღე ეს 5 და მე გამოვიტანე მანქანამდე და ძიმია. იმიტომ ვიცი რომ ძიმია თქო. ისეთი კარგად არის შეფუთული, ყურიც გაუკეთებია. ლელა მე ვიცოდი რომ შენ ყურს გაუკეთებდი და სხვა ჩანთა არ წამიღია დიდი პარკი, არაფერი არ წავიღე რომ გავიფიქრე ლელა აუცილებლად ყურს გაუკეთებდა მეთქი. ხო და აქვს ყური გაკეთებული. ხო და ეხლა იმასო ვფიქრობ რომ გავხსნა და ცოტა ხანი დაგაპაუზოთ მეთქი და გავხსნა და მერე თუ პირდაპირ გავხსნა, არ ვიცი როგორი შეკრულია, წარმოდგენა როგორ არის შეფუთული და ვერ ვიცი რა დონეზეა. აჰა, ჩემი მეუღლე დავსვი. ბავშვს ხო დასვავენ ხოლმე, ადრე სათამაშოს აძლევდნენ ბავშვს. ეხლა ბავშვებს აძლევენ იმას, ტელეფონს სათამაშოდ. ხო და ჩემ ქმარსაც დავსვი და კომპიუტერი დაუდგი და მღერის. გონი ხსნი ხალხებო. ლელა დაიცა ჯერ არ მიჩხუბია ლელასთან, არ მქონდა დრო, არ მაქვს დრო. ჯერ უნდა ვეჩხუბო. ოღონდ მართლა. იცით რა არის ხალხო? აი, მიგზავნი. ეხლა რო იხარჯება ადამიანი, დაიცა დავჯდები. ანუ იმის თქმა მინდა რომ ყადვილად. ეს რა მოგაფიქრებინა და როგორ მიგდა. აი წაი ჩამოვდგა და ამოვალაგებ და ისევ ნახოთ. ჯერ უნდა ვეჩხუბო მეთქი, არ მიჩხუბია ლელასთვის და უნდა ვეჩხუბო, იმიტომ რომ ხალხო რა ლელას ვეუბნები და ვინც ამანაც მიგზავნის იმათაც შარშან ფიქრია მაც ხო რომ ისა საქართველოდან არ ახდევინებდნენ ფულს და ისე გადმოუგზავნა იმათ
გვარი სახელით რომ არაფერს ხალხო ლელა მე მესმის პატივისცემა ყველაფერი მაგრამ მარტო იმას აქ თხოვ ხოლმე რომ ლელა იქ ნუ გადაიხდით გზავნილის ფულს აქ გადავიხდი მე მეთქი ამაზე კარგად ვარ გაბრაზებული და კარგად ვარ ადრე ნათია და ვეროსაც სულ მაგას ვეხვეწები სულ მაგას ვეუბნებოდი არა მაშინ რაღაცა ჩუქარი გამოვიდა საჩუქარი გამოვიდა კი არა საჩუქარი გამოვიდა ყველაზე დიდი მაინც ხო და ეხლა რა დაინახეო ალბათ ყველას გაინტერესებთ ეხლა ჩემი ემოციები აღარა მაქვს ის ემოციები იცით რა დამემართა განა იმიტომ რომ მე ყველაფერი მიხარია ხალხო აი რაღაცაზე ნინომ რაღაცა მითხრა და ნინოს თქვა ნინო მე აი წითელი ძაფის ნაკუწი რომ მაჩუქონ ისიც კი მაბედნიერებს და მიხარია იცით რატო არა აქ იმას საჩუქარს რაღირებულება აქ აი შენ რო იცი რომ ადამიანმა რა გულით გაგიკეთა და რა როგორ გითხრათ მე არ ვიცი აი ისეთი დაუფასებელია ჩემთვის რომ ვერ გეტყვით აი დავით იშვიათად ვიფიცავ ხო იცით დედას გეფიცებით აი მთელი შინაგანი ჩემი მეეთი მადლიერი ვარ მე აბსოლუტურად ადამიანებისა კიდევ მეორე თუნდაც პატარა რა აი არა აქვს მნიშვნელობა და მით უფრო კიდე ესე რომ იხარჯება ადამიანი ეხლა რა დაინახეო ისევ იქ მიუბრუნდები გავიკეთოთ ოჭკი რა დავინახე პირველი და ეს პარკი არა დავინახე პირველი აი ეს ეხლა ადრე როდესაც ქალაქ ბარში ვმუშაობდი კვირას დილით ადრე არ ვიცი 6-ზე 7-ზე 8-ზე აღარ მახსოვს რა იაპიჯაზე მოდიოდა ხოლმე უკრაინელების მანქანა უკრაინელების რუსების არ ვიცი ხოლმე ზუსტად და 1-2 მოხდა რომ იქ წავედით და მაშინ ვიყიდე ზეფირი და ამას გიყვებით 14 წლის წინამდე ლაპარაკი ეხლა არ ვიცი სად იყიდება, სად არ იყიდება ეს ზეფირები, არ ვიცი რუსების მაღაზია კიდე არის თუ არა, მე ხო ქვევრში ვარ. და ეხლა მე რო ეს არ შევჭამო, ჩათვალის რომ მოვუყდები რა. რამდენჯერ გავიფიქრე, ძალიან ბევრჯერ გავიფიქრე, რომ მოდი მეთქი რეცეპტი ვნახო და გავაკეთო ზეფირი, მაგრამ მივხვდი რომ აბერა გამოვიდოდა. ვაიმე დედა რა კარგია. ახალი რბილი კარგია. ვაიმე რა კარგია. ჩაისთან. ეს მე მგონი ინოჩენტისაც ეჭმევა ხალხებო. იმიტომ რომ ის არა ზე არ უნდა. ერე ვნახავ. ლელა დიდი მადლობა. გაგინათლოს შენი ყველა მიცვალებული როგორც ჩემიც და შენიც. ისა აი რაღაცა ისეთი ნოსტალგიები მაქვს. ყველაფერს ბევრ რამეზე არა ხალხო. აი ბევრ რამეზე გადავეჩვიე ძალიან მივხვდები ხოლმე რაღაცას რომ გადავეჩვიე. კინძის გემო მიხარია და მაბედნიერებს ხო არის რომ გემოები გაბედნიერებს. განა ის რომ რაღაცა უნდა ჭამო და გასყდე. არა. აი ეხლა ეს მაგალითად მზეს უმზირა არ გადამიყვარდა არ დამავიწყდა. წავედი. ეს მარმელადებია. მარმელადების ასორტი. არ ვიცი როგორია. რბილია ძალიან. არ გავხსნი ახლა იმიტომ რომ ყველაფერს ერთად ვერ შევჭამ ნელა უნდა მარმელადა შელენი ასორტიო აწერია. ამასაც წავიკითხავ შემადგენლობა შეიძლება ინდოჩეტესაც ეჭმეოდეს და უყვარს და ნახოთ როგორია. ისა რა ქვია მე ყოველ დღე თითო 1-2 ცალი. 2 ცალი გარანტ. აი მე ეს კიდე რახათ ლუხუმი. სადანახე ლელა რახათ ლუხუმი. ესეც უნდა შევჭამო. ესეც უნდა მივირთვა, ეხლავე უნდა გასვიდო. ყველაფერს არ გავხსნები, რაღაცა შემოხტა, ვინმე რამე მომწერა.
დედა ფერადებია და ნეტარის გემოებია მწვანე, ყვითელი ვჭამოთ. პატარა კუბიკებად არის რახაც ლუხუმი. საკაია. რა კარგია. ნაჯისხლის სათამაშოებია. ულამაზესი ხალხებო. წელს რაღა იქნება. ვიცი რომ მანამდე უნდა და ლელას გამოგზავნა და იმიტომ ძალიან ლამაზია, ხედავთ, არ ვიცი. ხო, ჩანს. ძალიან ლამაზია. ძალიან აი ეს საახალწლო პრინტი არის მოკლედ ულამაზესი. ეს არის რა არის? ვაფლი ჩანს რა არ ვიცი რა არის. კონფეტიო. შოკოლადის ისტორიების ჯეკი. არ ვიცი რა არის, ხალხები. ხალხსნათ. ეს დათუნიასავით არის ეთყობა. არ ვიცი თქვენ ვინც იცნობთ და ვინც დედა რა კარგია გოსტისა. დედა სადა თქვენთან ესეთი რამეები არის. აქ მე არაფერი არ ვიცი. არაფერი. სადა ცხოვრობა არ მითხრათ ხალხო რა ესა. რა ვიცი მე. დედა რა კარგია. ეს არის როგორც ალბათ დათუნია შოკოლადი იმნაირი რამე. ეს ძალიან ტკბილი არ არის. ისინი ტკბილი იყო უფრო. ეს ძალიან კარგი. მომეწონა. დედა რა კარგია. ჟელიბონები. ეს დარწმუნებული ვარ ინოჩენტესთვის აქ გამოგზავნილი, მე მგონი. ლელა მერე კი მეტყვი. ჟელიბონები. ვაიმე რა ამბავია გოგო. რა ამბავია. რამდენი რა ამბავია. 1 წელი გვეყოფა. თვითა რამდენია? ვაიმე ლელა. აი, მოვიდა ხალხებო. უცხო სუნელი, დაფქული ქინძი. ხორცი საკმაზი. ეს არა მქონია არასოდეს. ეს რამე ახალია. ეგ არა მქონია. ბულგარული წიწაკა, პაპრიკა, ხალხო, აქ ისეთი ცუდია. ყველანაირი ფირმისა ვიყიდე. მაღალფასიანის, დაბალფასიანის, არაფრად არ ვარგა. საცივის საკმაზი, საცივს გავაკეთებ უსიკუთილოდ და ეს კიდე კარტოფილის საკმაზი. თქვენ იტყვით, ეგ აქ არის გეფიცებით, გამოგიტანთ და გაჩვენებთ, განა არა ვყიდულობ, არაფრად არ ვარგა. იმიტომ რომ ეს ჩვენი სუნელებით გაკეთებული დამიჯერეთ ხალხო, სხვა რამეა, აბსოლუტურად სხვა რამე. დედა რა ლამაზი საჩუქარი მაქვს. აი რა ლამაზია. აიცათ, ახლა მოვიტან. ფინჯანი და ვაიმე ლელა რანაირი გოგო ხარ, ლელა რანაირი. ეს იცოდეთ ხალხო, რომ საახალწლო ამანათი იყო და იმიტომ რომ გაიჭედა და არ მოდიოდა მე უცუთხარ არ გამოგზავნო მეთქი და მაინც საბერძნეთში იდგა მთელი ამანათები. დედა, ეს იქნება ჩაისი. ეს როგორ მინდა? ეს რატო იცით? ეხლავე გეტყვით. ეს დაბმულია. ეს რატომ იცით? ეს როგორ მინდა და ესეთი თავსახვრიანი მაქვს იმან რა ქვიან ფიქრიამ რომ ტაილანდში მიყიდა და ესა სპილო რო არის და თავის თავსახურიანი არის ხო?
მაგრამ არ ვიყენებ ხალხო, იმიტომ რომ იმნაირი ჭყიალა და ის არის ძვირფასი და იმნაირი იმას ვერ გავიგდებ და აი ეს როგორ მინდოდა არიციlela, როგორ არასოდეს არ მithქვამს და აი რანაირად იცოდი, მე ეს არასოდეს არ მithქვას ვიდეოში, რომ ასეთი თავსაფრიანი ის მინდოდა, ჭიქა მინდოდა იმისთვის, ჩაისთვის. ეს არ არის ლამბაქი, ეს არის ამის თავსაფარი და თავისივე კოვს. ძალიან დიდი მადლობა, აი ძალიან იცით რა გამიხარდება ხოლმე რაღაცა რომ გინდა, ხო? და აი ხშირად მომდის ამანათები მოსულა და რაღაცა რო გულით მინდა და არ მიყიდია და რა ვიცი მე რაღაცა და რამდენი ხანი მინდა. ზუსტად ის არის ხოლმე ამანათში. არ ვიცი რანაირი ტელეპათია, მაგრამ ხშირად ახდება ჩემთან ეგ ამბავი ხოლმე. დაიცად, აღარ ვიცი რას ვეტაკო. ეს ყავა. ყავა, ნახოთ როგორია. ვაიმე, ეს ხო იცით რომ კარამელი მიყვარს ძალიან, კარამელიან დედალელა ეთყობა შენ ეს გახსოვდა რომ მე კარამელიანი ვაბოდებ, ისე მიყვარს. თლიანს არ ვიყრი ხოლმე, რაც ახლა შაქარი შეზღუდული მაქვს და ისა აი ამასაც ახლა ტკბილები რაც არის და მინდა, ხო? საღამოთი რომ დავლევ წამალს, მე ჭამ ხოლმე ტკბილს, რაც მინდა თუ შოკოლადია თუ რაც არის რა. ხო და ეს კარამელებს ნახევარს ვიყრი, ცოტა წყალში ვიყოთ ნახევარს და ვიზოგებ და ეს ძალიან დიდი მადლობა, აი ძალიან. იმიტომ რომ არ ბევრ ნინომაც კარამდენი ყავა გამომიგზავნა ჯაკობსის ერთჯერად და ეს კარამელები არ არის ხოლმე. აი, ჩაი და ფინჯანიცა გვაქვს. ეს პაკეტები აუხონთ. აზერ ჩაი, გემრიელია. ისევე როგორც აქ ჩაი არ ვარგა ხალხო. გინდა ძვირიანი ადრე ქალაქ ბარში იყო, დედაჩემი სადაც მუშაობდა ქალაქ ბარში საავადმყოფოსთან ახლო იყო მაღაზია, სადაც იყიდებოდა ჩაი, ნამდვილი ჩაი, ინგლისური და სეილონი, საიდანაც ბევრი, ასაწორი, ღირდა ძვირი, ერთი კიდე ბაღთან ახლო იყო. და იქ ავყიდულობდი ხოლმე ჩაის გემო თუ მინდოდა, იმიტომ რომ მაღაზიაში ნაყიდი ჩაი აი არაფრის გემო არ აქვს. ამ ლელას გამოგზავნილ ჩაიებს აქვს ძალიან კარგი გემო, აი მართლა. დაიცადეთ, არ ისე. ხალვა, ეგეთი ხალვა არ მინახავს. ესეთი ისა მონოდოზა. პატარა ხალვუშკებია, ნახეთ. ესენი როჩედესაც უყვარს. ესეც გავსინჯო. ძალიან მინდა. ცოტათი გავსინჯო. ამასაც ოღონდ ჩაისთან მივირთმევ ხო. დაიცა. ეს რაღაცა ძალიან ძვირფასი. არა, ეს შოკოლადში ამოვლებული. კიდე კარგი და გაუხსენი, ხალხებო. ეს არის შოკოლადში ხალვა. თეთრ რა მაგარია? მაგარია იმ ხრივ რომ რა კარგია. რბილი. იცით რატო გავჩუმდი და რას ვაყურადებ? მზესუმზირის არ არის. თხილისკენ მოქმედკი და ეხა წავიკითხე არახისისო. ეს ძალიან ძვირფასი რამია ხალხო, ძალიან უძვირფასეს. დედა რა გემრიელია. არ მიჭამი არასოდეს. ჩავიფიქრო მაინც არის ხალხო. ვაიმე ლელა რა გითხარი შენ მზესუმზირა. დედა როგორი ვაიმე რა კარგი გოგო ხარ, მზესუმზირა ხალხო. მზესუმზირა. და ესა მოსახალი მზესუმზირა. ადრეც ვამბობდი რომ მოხალული პაჭკების ეხლა კი ისა ყველანაირს მივირთმე, მაგრამ ეს არ ამწყენს იმას რომ მივირთმე ჩვეულებრივ პაჭკებში შეფუთულს ეთყობა რამე ისა აქვს შიგნით რომელიც სისხლს მისქელებს არ ვიცი და ეს კიდე არ ამწყეს მე თვითონ ავხალო ძალიან დიდი მადლობა ლელა.
ეს არ ვიცი რა არის. ფაიმე დედა რა. აი ხლა ამეტირებ, ეხა დამეწყება ბზუილები. ხო. ესენი, ნახეთ. მატყლის წინდები ხალხო. სულ თქვენი გამოგზავნილი მატყლის წინდები თავართ, გინდა მე და გინდა ინოჩენტე, სულ. ვაიმე ლელა, კარგი რა. თეთა რა ლამაზებია ნახეთ რა. ძალიან ლამაზებია რა, ნახე. ძალიან ლამაზი ნასკებია. მე ხო აბა უნასკოთ არც საწოლში ვარ და არც ისე სულ ნასკი ვარ. ძალიან დიდი მადლობა ლელა, აი ძალიან. ეს რანაირად ისაქენი არ ვიცი. საფულია ხალხო. ეს მამაკაცის საფულია. ქალის საფულია თუ მამაკაცისა? ლელა, ქალისაა თუ მამაკაცისა? დედა რა კარგია. არ მაინტერესებს ქალისაა თუ კაცი. არ ვიცი, ქალისაა თუ მამაკაცისაა ხალხო. ჰა? მე მომწონს ძალიან ლელა. აი ხალხებო ძალიან კომფორტული საფულია, იმიტომ რომ ეთყობა მაინც მამაკაცისა მგონია. იმიტომ რომ აი პატარა ჩანთებს როდესაც ვიყენებ, არა, არანაირი საფული არ ჩადის ხოლმე იმაში, რა ქვია, პატარა ჩანთაში და ეს როგორი, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ მამაკაცისა. ლელა, მითხარ და მომწერე მერე ვისია? ვერა ვკითხულობ. ვერა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან უღრმესი მადლობა. აი რა ვაიმე რა საყვარელია. ეხლა მე ამას არ გამოვაძრო. ეს როგორ მინდოდა. გავედი სხვათა შორის. ეს სადა ნახეო ეხლა სიმართლეს გეტყვით. კეთო რო არის, კეთო TikTok-ზე. არ სახსენებელა კეთო. თელაველი. იმან იყიდა ყველა ზომისა, ყველა ფორმისა საახალწლოდ და სახლში ედგა და ქონდა და მომეწონა და მეც ძალიან მინდოდა. გავედი აქ ჩვენ დიდ იმაში, წვრილმანებში, ჩინელებში. ხო და არ იყო. ვერა ვნახე, აქ ჯერ არ არის მოღწეული ეთყობა. ხო და ძალიან მომწონდა ესა, ძალიან და ძალიან დიდი მადლობა. ხოვა მობეს საახალწლო მომავალწეს როგორ გავლამაზდებით ლელა. აი ეგ ჭიქა, აი ემისთვის მინდოდა. ეს არის ისა, დასაყენებელი ჩაი. ძალიან დიდი მადლობა, აი ლელა, არ ვიცი მართლა, მთელი გულით და სულით. პაკეტის ჩაი ჩურჩხელას მოვჭიდე ხელი. პაკეტის ჩაი ძალიან კომფორტულია, მოსახერხებელი, მაგრამ დასაყენებელი ჩაი არის ჩემი აი სიყვარული. ჩურჩხელას მოვჭიდე ხელი. ჩურჩხელას ხალხო, აი თედა რამდენი ჩურჩხელებია, აი ხანვის მივწერე, ეხლა სიმართლეს გეტყვით. რო იყიდება ხოლმე აი, რა ქვია, TikTok-ზე უდევთ, Facebook თედა რა კარგია, ვაიმე რა კარგია. ეხლა მე ეს რო არ შევჭამო, ხო მოვკვდები, ჰა? ხოია, მივწერე, ვითომ აგზავნიან, ვითომ და ზოგმა არც მიპასუხა, ზოგმა მიპასუხა, არაო, ვერ აგზავნით, ზოგმა მიპასუხა, უკვე ისა გვაქო, შევსებულიაო, შეკვეთებიო და დავანებე თავი. აქ ჩამოდის ვიღაცასთან, ჩამოაქვთ და დადო Facebook-ზე, იჩქარეს თორე აღარ შეგხვდებათო, მივწერე, არ მიპასუხა. ხოდა მომივიდა ხარ ჩუქარ.
როგორი მდიდარი ვარ ახლა ლელა როგორი მდიდარი ვარ ახლა რომ ამდენი რამე მაქვს ქართულები შენ არ იცი თქვენ არ იცით ხალხო ახლა მაი მინახეთ ეს არ ვიცი რა შოკოლადებია შოკოლადები იცით რას უყურებ სადაური ფულებია მეთქი სადაური ფულია სადაური გამოშვება კაფეტია იმას უყურებ დაიცადეთ არ ვიცი რა კოსია მე არ ეხა მეტირება დაიცადეთ გადავყლაპობა ის ჭურჭხელა თორე ის მომივა არ ვიცი ეს გრავირებას უკეთებენ არ ვიცი ლელა ეს როგორ გააკეთებინე მე ახლა როგორც კიდე ახლო მოვიტანო თან სარკისებურია ისა ჩემი აი აქ აწერია ნანას კოფი სპონ ნანას ყავის კოვზიო მოკლედ თუ ფინჯანი არ ვიცი მე რა არასანიშ ნანა ჩემი სახელია ამოწიფრული აი აქ დედარა რასაყვარლობა იცით როგორ მიხარია აი ნინომ რო გამომიგზავნა ფინჯანი სადაც ჩემი და დედაჩემის სურათი იყო და ხატული და როგორ ვიტირე და ვიბყავლე და ეხლაც ისე მეტირება ზუსტად ისე მეტირება ლელა ძალიან დიდი მადლობა ეს არ ვიცი რა არის ამით ყოველდღე ვივლი საყიდლებზე ეს არის საქართველოს დროშა ჩანთა და ძალიან დიდი მადლობა ლელა აი ძალიან დიდი მადლობა და ან რა მოგაფიქრებინა ან რა ვიცი მე რანაირად გამოიცნობთ ხოლმე რაც და მე ამით ვივლი ყოველდღე არ შევინახავ ხვარი ხოლმე რაღაცას რო ვუფრთხილდები და ვინახავ და არა არ შევინახავ ყოველდღე ვივლი მე ამით საყიდლებზე ყოველდღე აი მე დედა არ ვიცი ლელა ღვინოა ლელა ღვინოა ეს თქვენი ღვინოა ალბათ ჩემი ძმა ყოველდღე მეჩხუბება დალია ყოველდღე ერთი ჭიქა ღვინო არ ვიცი თქვენ გაგიმარჯოთ რა კარგია თქვენ გაგიმარჯოთ ხა ხო ღვინოა გოგო როგორი კარგი და სალევია რა ვიცი მე ბადაგი არ იყოს და არა ღვინოა ვაი მე რა კარგია აი კიდე ერთი ჩემი სიყვარული აი მაგნიტიკი რა ქვია ხალხო ამას
ოღონდ არ ვიცი ეს არ იკრავს. არა. ეს ნახეთ. ლელა უნდა მითხრა ხო არის თავისი მაგნიტი მოსძრობია. ამას მივაკრავ არაფერი არ უნდა. Պետք է მაგნიტი არა თავისი ის აქვს, უნდა აძრო და მიაკრა. ხო, გავიგე. ხო, გავიგე. და მე იცით რას ვამბობდი? ის ხო არ არის მეთქი, ბრელოკივით ხო არ არის თქო. არა, თავისი მაგნიტი აქვს, რომელსაც ისა მიაკრავ და მიაკრავ. ხო, გავიგე. დიდი მადლობა. მე ხო იცით ასეთ რამეს როგორ ვეფერები და როგორ მე კიდე ერთხელ ამეტირება ეხლა მე. აი, საქართველო. ლელამ საქართველო გამომიგზავნა. ლელა რა კარგი გოგო ხარ იცი, აი იცი რა კარგი გოგო ხარ. ამას მე კარგად გამოსაჩენ ადგილზე გავაკეთებ და მივაკრავ. ერთი მერე უნდა გავიმასქნა რაზე ეკრება. მინაზე უნდა თუ რაზე. ეს როგორ მე შევისწავლი და იმას ვიზავ სადაც მივაკრავ. რაზე იკრავს. იმის თქვა მინდა რაზე ჩერდება. მოკლედ ვნახავ. საქართველოა ხალხო, საქართველოა და ისა შეიძლება ეს უნდა ავაძრო, მე ის ამოვიღო და ისე გავაკრა. ხო. მოკლედ მივხედავ, ამას მე გავაკეთებ დიდი ვაიმე. კიდე აი ერთი აღერღილი, მეორეა ჭადის ფქვილი. რამდენი ხანი აღარა მაქვს და ისა რა ქვია, ძალიან დიდი ხანი შევინახე ღერღილი. ჭადის ფქვილი არა, მაგრამ ღერღილი ნათი ფიქრიას გამოგზავნილი და ლელას გამოგზავნილი ღერღილი ძალიან დიდი ხანი შევინახე პარკებში, მქონდა ჩადებული, დაფასოვებული და საყინულეში მქონდა შენახული. ფქვილი არა, ჭადის ფქვილი არა, არ ვიცი. მაგრამ ისა, რა ქვია, ეხლა მე ეს ფქვილი რო არ შევჭამო, ხო იცით არ დავისვენებ და ღერღილი მქონდა კარგა ხანი შენახული და ვიკეთებდი ხოლმე. როგორ მიყვარს? თქვენ ხო არ იცით? ყველი მაქვს ის რკინის ყუთებში რო ყველი იყიდება ხოლმე უცხოურ მაღაზიებში, ხო გითხარით? იქ ვნახე ალბა ადრიატიკაში რო ვიყავით წასულები და ვიყიდე, იქ რაც მივირთვი და ერთი პატარა თავი წამოვიღე, დამჭა და აქ წამოვიღე და მაგ მაცივარში გუშინ უყურებდი და ვამბობდი ნეტარაში გამოვიყენო მეთქი კაცო, ისა რა გავაკეთო? ვიფიქრე კარტოფილს ხო არ გაურიო მეთქი და აი ბატონო რა უნდა გააკეთო? აი უნდა და აი ხედავდი, მაგრამ ბოლოსთვის მოვიტოვე ხალხო. ისეთი ლამაზია, ისეთი ლამაზი ფერები მე რომ მიყვარს, ეცა? აი ეგრე. ეცა? აი. ისეთი ლამაზი ფერებია, ესე იგი რომ რა გითხრათ, დედა რა კარგია. ძალიან დიდი მადლობა ლელა, აი უღრმესი მადლობა. მე არ ვიცი ხალხო, პატივისცემას, მე ვიცი რომ პატივისცემას გადახდა უნდა, მე ყველანაირად ვეცდები პატივისცემა გადავიხადო, მაგრამ ეს არის შეუფასებელი და დაუფასებელი პატივისცემა. გეფიცებით, აი თუ კი რამე საფიცარი გამაჩნია და იმ ჩემ უკარგეს და უმაგრეს დედას გეფიცებით, რომ ეს ასე არის, ეს არის შეუფასებელი, აი ვერაფერი ვერ გადაწონის ამას. არ ვიცი რანაირი მადლობა მოგიხადო ლელა, აი არ ვიცი რანაირად, აი აქ მახჩობს, მე როცა უკვე აი აქ დამახჩობს ხოლმე არ ადამ.
აი ვეღარ აი ესეთი რამეები იცით რა მომდის აი არ ვიცი ვერ გადმოვცემ რა მემართება ხოლმე როდესაც ადამიანი რაღაცა ისეც გათვლის რომ გაგიხარდეს რაღაცა ისეც ეხლა ეს ყველაფერი ხო ძალიან მენატრება და ძალიან გამიხარდება ერთ გოგოს ამერიკაში ჩაუვიდა ტყემალი ჭადის ფქვილი რაღაცა ყველი და დედა ხტუნაობდა უხარო და დედამ გაუგზავნა და უხარო და ხტუნაობდა და დაუწერეს კომენტარებში ჩაქოლეს რა უნახავით ახარო რა მოგივიდაო რა გიხარიაო ტყემალი და მურაბა არ გინახიაო ხო და ამ გოგომ მე სხვა ვიდეო ჩაწერე მაგრამ ეხლა რაზე მე თუ ვინმეს გაგიჩნდებათ მასეთი სურვილი და მაგის აზრი რომ რა გჭირში უპატრონო მე რა უნახავი ხარო და რა არ გინახიაო არა ხალხო უნახაობაზე არ არის იმდენად აი ეს ეხლა რანაირად ვერც გადმოვცემ და რომ ვერც როგორ გითხრათ არ ვიცი ვერ აღწერ რას განვიცდი ჯერ ეგ მე რომ არ იცი რანაირი მადლობა მოუხადო და გადაუხადო ადამიანს ხო ადამიანებს თელ ოჯახს ლელა შენ რა თქმა უნდა შენი ინიციატივა მაგრამ შენი მეუღლის გვერდში დგომის გარეშე და შენი ოჯახის წევრებისა ხო ისე ხო არაფერი არ ხდება არა ყველა მთელ შენ ოჯახს ძალიან დიდი მადლობა ჩემგან აი ძალიან და ღმერთსა ვთხოვ მარტო რომ იმისი შესაძლებლობა მომცეს რომ მცირედად მაინც გადავიხადო მადლობა და ეს სიკეთე იმიტომ რომ არ ვიცი ეს აი კიდევ ვიმეორებ ის რომ მიცნობთ და იცით როგორ მიხარია რამდენი მაქვს ხო იცით მაგრამ ისე მიხარია ისა მარაო რომ ვერ გეტყვით აი ეს საქართველო რომელიც აი არ ვიცი ახლა იტყვით რომ არა ხალხო იცით როგორ მიხარი აი ეს ჩანთა აი ეს როგორც აი ეს რა ქვია აქ რომ მიფარია ქართული ალფავიტი რა ქვია დავავიწყდა ხო იცით აი ეს რა რომ მიფარია იმან ვერომ და ნათიამ რო გამომიგზავნეს და აი ეს ყოველდღე რო დავიჭერ მე ამ ქართულ ჩანთას და ყოველდღე რო გავა ხო ყველა შემეკითხება რა არისო ხო და ხო ვეტყვი ყველას თუ არ შემეკითხებიან მე მაინც ვეტყვი რა დამაკავებს და რა გამაჭერებს მაინც ჩემს ას ვიტყვი ხო და აი არ ვიცი როგორ გითხრათ ძალიან ხო ყველაფერი ეს საკვები ძალიან მიხარია იმიტომ რომ სხვა რამეა საქართველოდან მოსული ეხლა ერთი სული მაქვს აი ეს სუნელები გავაკეთო რამე მოვამზადო მართლა ერთი სული მაქვს ეს პირველად ჭამე არ ვიცი რანაირად პირველად ვიტყვით რა ვიცი პირველ არ მახსენდება ვიცი რომ არსებობს ვიცი რომ არის ნიგუზის გონი ნიგუზისა გამისინჯია თუ არა არ მახსოვს და ისა ეს არახის ისა არ ვიცი ვერ გეტყვით არ ვიცოდი ეს ძალიან გამიხარდა და ეს ძალიან მომეწონა ამას რა ვიცი რა გამოვიზოგებ ძალიან ყველაფერი ძალიან აი მე ვერ გეტყვით როგორი ბედნიერი ვარ და აი ვერ გეტყვით რანაირი მადლობელი ვარ ლელა შენი ღმერთმა აი უამრავი მოგცეს ღმერთმა იმის შესაძლებლობა გქონდეს სულ რომ ადამიანი გაახარო ვინმე გააბედნიერო ხალხო აბაზე კარგი არაფერი არ არის ხო და აი ისე ჩამიწყდა ხმა დრო ხმა მიდის ხო და არ ვიცი კიდევ ვიმეორებ ძალიან დიდი მადლობა მთელ შენს ოჯახს ყველაფერს საუკეთესოს ხო გისურვებ და ჩემგან უდიდესი მადლობა გადაეცი და შენ რა თქმა უნდა შენ მაინც ჩემი გოგო ხარ და შენ მაინც განსაკუთრებულად მადლობა ეს წინდები როგორც ავხვდები მე ინოჩენტესი იქნება ან ჩემი არის თუ ჩაეტია ლელა ეს მე მგონი რომ კარგად ექნება კი კაცო ინოჩენტეს ჩავაცმევ არ ვიცი ვისთვის აქ ქონდა გამიზნული მე მგონი რომ ინოჩენტესთვის იმიტომ რომ იცი რომ ამის გარეშე ძალიან ცუდად აგვაქვს ხოლმე საქმე და ესა რა ქვია
ინოჩენტეს ჩავაცმე. საფულე არ ვიცი, კიდევ მეორე, მე მგონი რომ მამაკაცისა და ალბათ ეგეც ინოჩენტესთვის აქ ქონდა, არ ვიცი. მე ესე ვფიქრობ, რა ვიცი, თუ ქალისა არის, არ ვიცი. თუ ქალისა უფრო ძალიან გამიხარდება. ეგოისტობა რა არის, არა ხალხებო. დედა ეს რა საყვარლობა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რომ ეს ამოტვიფრული აქ ესა ნაწერა აქვს. ხო და ასე ჩემოკარგებო, ასე რომ ძალიან კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ძალიან ვეცდები რომ გამოვიზოგო და ნელა-ნელა მივირთო ყველაფერი და ერთად არ ვეცგერო. ტკბილეული რა თორე სხვა რა. აი მარტო აი ეს არ გამიხსნია და ეს კიდე რატო არ გავხსენი? იცით რატო არ გავხსენი? გეტყვით სიმართლეს. რომ გავხსნა ჯერ სხვა რამეები ხო არის და ეს რომ გავხსნა შეიძლება რომ გამაგრდეს, ანუ ისახნდეს რა, გამოშლეს და ცოტა მერე გავხსნი და მერე დავაგემოვნებ. ეჭვიც არ მიპარება რომ კახია. ასე რომ კიდევ ერთხელ ლელა არ დავიღლებით. ძალიან დიდი მადლობა. მარტო იმაზე ვარ გაბრაზებული ხალხო, ეს ამდენი ხარჯი, ეს ყველაფერი ხო, უნდა კი, ძალიან კარგია რომ ადამიანი გაახარო და რამე. მაგრამ მარტო იმას გეხვეწებოდი რომ არ გადაიხადო გამოგზავნის ფული თქო, გამოგზავნის თანხას აქ მე გადავიხდი და არა, ეგეც არა. კი მაინც ვკითხე იმას ბიჭს და არაო მითხრა გადახდილიაო. ხო და მაგაზე ვარ მარტო გაბრაზებული. აი ეგრე, გამაბრაზე. ასე რომ ეს იყო ჩვენი ლელას ამანათი ხალხო. ეხლა როგორც ყოველთვის ამას ასე ვტოვებ ხოლმე. ხო არა გონიათ უცებ ავალაგებ დავმალავ, არა. ეხლა ჯერ ხო ინოჩენტეს მოვიყვან და ვაჩვენებ და აუხსნიო. აი ქართველები როგორები არიან. ხო და მერე დავანებებ თავს და დროდადრო მოვდივარ და ვნახულობ და კიდე მიხარდება, ანუ ემოციები უნდა მთლიანად გადავხარშო ხოლმე. უცებ არ ვაბარგებ, იმიტომ რომ ამას დღეს ასევე დავტოვებ და ხვალ დავაბინავებ, იმიტომ რომ უნდა ეგ ყველაფერი განვიცადო. კი, ეხლა მოვალაგე, კი, ყველაფერი დავინახე და დავაგემოვნე, მაგრამ არა, არ მეყო, მე ემოციები ეგრე არ მეყო. ეს კი კარგად შემაჟუჟუნა. და არ მინდა და არა თქვა რომ ღვინო არ არისო, ღვინოა კაცო. იცით როგორია? აი სუბუქი ღვინო ღვინოა და თან ნამდვილი ყურძნის წვენის გემოს ვატან. არ ვიცი, ეთყობა სახლისთვის დაწურული ღვინოა, რა არის ხალხებო, არ ვიცი, მაგრამ ისა, რა ქვია, აი, ეხლა იცით რა გამახსენდა, დედაჩემმა იცოდა, რომ რაღაცაზე ღვინოს გასინჯვა იყო ხოლმე და მიიყუდებდა ნახავდა და ესე იზავდა როცა მჟავე იყო ხოლმე და ეხლა იმისთანა გემრიელია რომ რავი რა გითხრათ რა. ხო და იმიტომ ამ კაცო ღვინოა თქო ეგეთი, აი მჭახი არ არის რა, იმის თქმა მინდა, კაია. ამას მე მგონი მივეპარები. ეხლა კი დაუჯერებ ჩემ ძმას რომ ყოველ დღე, ჩემი ძმა ყოველთვის მეუბნება, ნანა დალიე, ცოტა ნახევარი ჭიქა ყოველ დღე დალიე. სულ მაგას მეჩხუბება. რომ კარგიაო. ჩემი ძმა გულზეა ნაოპერაციებელი, როგორ არ თქვა, შულტირება თუ რაღაცა რო არის, ხო იცით ისა კეთებული და ღვინო არა უკრძალეს, სიგარეტი აუკრძალეს. ღვინო პირიქით, შავი, ერთი ჭიქა. წავედი ეხლა მე ხალხო, ეხლა თქვენ კი გელაპარაკებით თვითონ რაღაცას ვაკეთებ, მაგრამ თქვენ არ იცით შიგნიდან რა მაქვს ეხლა, შიგნიდან რას განვიცდი, აი ვერანაირად ვერ გადმოგცემთ. შიგნით ამაქვს რაღაც, აი ქარიშხალი, აი აღელვებული ზღვა შიგნიდან, რაღაცა ესეთი მაქვს. საერთოდ აღელვებულ ზღვას რო ვუყურებ, აი ჩემი თავი მგონია ხოლმე, ინოჩენტეს სულ უყვის, რატო მოგწონს, რატო გიყვარს აღელვებული ზღვა? მე მიყვარს, რაღაცა მიზიდავს, რაღაცას
ანდამატია, არ ვიცი, ვერ გამომარტავ რატომ, მაგრამ მიყვარს და ეთყობა მე ვარ ეგეთი მჩქეფარე და შუშპარე და მჩქეფარე ეთყობა მე ვარ და იმიტომ მომწონს არ ვიცი, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით ვამბობ. ეხლა დაგემშვიდობებით, ვისაც გიყვართ ამანათების ვიდეოები, უყურებთ, ალბათ. წავედი ხალხო, ხვალე ღომის დღე არ მექნება, ხვალე ჭადი მექნება, ჭადი, იმიტომ რომ ისა დილით გავდივართ საქმეები გვაქვს და ვერ მოვასწრებ, წყნარად ჩვიდად გავაკეთებ ღომს, როცა შეიძლება ხვალე საღამოთი. ჩემი ქმარი თუ წავიდა სამღერლად და მარტო დავეგდე სახში, წყნარად ჩვიდად ღომიც იქნება. ასე იქნება ხალხებო. წავედი კოცნი ლელა, ძალიან გეფერები, დიდ მადლობას გიხდი და ღმერთსა ვთხოვრო, აი უამრავ სიკეთეთ დაგიბრუნოს ეს სიკეთე. უამრავად. ერთხელ და ორჯერ კი არა და აი ის ემოცია დაგიბრუნოს, რაც მე მომანიჭე და ის რაც მე განვიცადე და აი ყველაფერს გიბრუნებ. და მე ეს მჯერა და ეს ასია. რომ ყველაფერი დაგიბრუნდება აუცილებლად სიკეთით, აუცილებლად. წავედი კოცნი კიდე ერთხელ, ყველას კოცნით ხალხო, გემშვიდობებით, აბაჰე და აბაჰო. წავედი ეხლა მე უნდა ვინეტარო ყველაფრით. წავედი აბაჰე.